წალები ერთ იგი მიყენია. ბიახ ვიგზენო ნაკლები ეყენა. არა მიგონი ვარ ხალხს. ბიჭო, ხელები იმენა, კაი მატორისტი იმას გავარდელას მა. 10 გამაკეთებინა. დავაი, ყოველი მისვლა გამარჯვებასთან უფრო გვაახლოვებს. აი ბიჭო. აი, ჩემპიონები აქ ემზადებიან. უეჭველი უნდა იაროთ. ვარკეთილში ცხოვრობ, ვარკეთილშიც არის მატა. გლდანში ხარ, გლდანში იარე. შუაში ხარ, აირჩი ანიქით ანაკეთ რა. ამ ვიდეოში მე და ოთო მოვივარჩეთ ერთად და ვიდეო გადავიღეთ მატას ჯერ არ გახსნილ დარბაზში, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და სულ მალე ივლისში კვლავ განახდება და მიგიღებთ ყველას. სალამით, დღეს ვართ გლდანში, მატას მეორე ფილიაში, რომელიც ჯერ არ გახსნილა, მაგრამ ჩვენ მაინც ვარჩევთ, ოთოსთან ერთად ვართ. გვიწევს ზურგი, უბრალოდ მე მიწევს ზურგის სისქე ოთო ჯერ კიდე ისვენებს. უბრალოდ ნენელა ცდილობს რომ გქონდეს რეჟიმი და ჩემთან ერთად გააკეთებს ზურგს. თუ რა გვეყვი? სახში ვიყავი მე, წამოწეველი და რომ დამირეკა, რომ მომწერა რომ ზურგი უნდა გავაკეთო ხوار ჩამოხვალო. თან მე კაი ნაჭამი ნაშრომი ეხა, უბრალოდ ჩატვირთული. ხო, ძალიან ჩატვირთული. მე უკვე კლება დავიწყე და პირიქით გამოფიტული და გამხარი უკვე. ნენელა ვარჯიში გავაგზელე, წინაზე მაგალითად კედი ვქენი რაღაც ზელტები ცოტა-ცოტა და ეხა ზურგი რო თქვა რომ უნდა გავაკეთო, მეთქი ჩამოვგორდები მეთქი და ეგრევე ჩამოვედი რა, მარტო არ დავტოვე. ოკეი, გადავოთ, ხა და თან განახებთ რას ვაკეთებ და რანაირად. მოკლედ როგორც გითხარით, სისქე მაქვს დღეს, აქედან გამომდინარე, მაქვს არჩეული შესაბამისი ვარჯიშები. ეს ტრენაჟორი ბევრ არ იქნება ნახი, გლდანში იქნება. ივლისში ვიხსნებით, ვინც არიცით და შეგეძლიათ რომ მოხვიდეთ და შემდეგ თქვენს გამოიყენოთ, მანამდე ჩვენ ვივარჯიშებთ და თან უკვე მომზადებულები იქნებით, თუ რა ტრენაჟორები გვაქვს და თუ როგორი სასიამოვნოა ამით ვარჯიში. მოკლედ, დავიწყოთ. ეს სახელურები მოძრაობს, ეგ არის ყველაზე კარგი. მოკლედ, მე ყველაზე დიდი პრობლემა მაქვს ტრაპეციებში. ტრაპეციები მაქვს უფრო შედარებით თხელი. ამიტომ მეტად აქცენტი მექნება ტრაპეციებში. აი მარტო ყურები ზნო როგორ ეჭიმება. ასწორებს. ზურგი რო ვიკაჩავე აქ. არა, მაგრამ მე ეს უფრო მომწონს რა, სიკანის. სასწაული იყო ბიჭო, აი ეს ტრენაჟორი რო გავაკეთე. ძალიან მაგარი, აი სასიამოვნო სახელურებია. კი, დასაჯდომი ძალიან მაგარი აქვს ეს. მოკლედ, მეც ტრაპეციაზე ცოტა პრობლემა მაქვს. ამიტომ როგორც გიგი, მეც ტრაპეციაზე დავარტყავ, ვეცდები ყველანაირად. ყოველთვის ვცდილობთ რომ გაკონტროლებულად გავაკეთოთ. პაუზებით და ნელი დაშვებით. ო, ეხა იმენა წამოიღო. Давай, боло. სისტემა მოიტანე. მოჭიდით, ამებში რა. დაარტყ, დავай. მოკლედ გადავედით. თიბარის ტრენაჟორზე. ანუ ის მორჩენილია ქაურობა. ტრენაჟორის უმეტესობა აწყობილია. ცე დეტალები დარჩენილი. გახსნისთვის რა. ნენელა ეს ყველაფერი მილაგდება. ტრენაჟორი თავის ადგილზე დაიდება. მე შეგვიძლია ერთად ვიორჩეთ ხოლმე ყველა. ჩვენს ვაგუქნებით ეს ხო, მე ნუ ორი ფილიალში ვიქნები. მოსკოვის გამზერზე და გლდანშიც. 3 დღე აქ, 3 დღე იქ. ზო
ჩემპიონების ნახვა ვისაც გინდათ? ჩემპიონი შეეხა, давай. რატო აგვისტოში შენც იქნები? აგვისტომდე პური თუ давай. მე მომატებ, ცოტა. დაისვენეო, მე მომატებ. 10 გამაკეთებინე. მოიცა? კი, 2, 3. შენი. დავიდე. დავай. მედი შენი. დავიდე. 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 დავай, ორი, მედი. გაიბიჭი. შეჯერ საჭმელები არ მენატრება, მაგრამ ვიცი დამერხევ ცოტა ხანში. ვიცი რა დაგიხდება. აუ, დგარი ხარ, მაგარი გამიხარდა. აქედან მოკიდეო, შემეთ გაგით. ამას ვაკეთებ მე დაყოჩი, იცი? აი, ქვემოთ ვთქვა რა. აი, მიდი, დავай. ვიცი, მე ალბათ იმით გავაკეთებ. ზე უნდა გავაკეთებ, თორე ტრაპეციაში ვწავიღო. და რომბიც დავცხო ცოტა. უფრო რომბისთვის გავაკეთებ რა, და დაბლა. ექვსჯერ ხა რეში გადავიღებ მაგასაც რა ვჭამ. დიდი დეფიციტი არ მაქვს, просто აქტიობით ვაკეთებ დეფიციტს. 309 წელი. 309 წელი და დილით 30 წუთი უზმოზე კარდიო, ჰიპერი, ანუ ჰანტელით, პრესი. მეორე არ მესამე ჭამის მერე ვარჯიშობ. ბოლო კვება მქონე 12-ისკენ რა. ამ შიმში ჯერამში просто გზნოფო ვაკლია რა. და მე ისე სურათი გავი. კვირაში. აი. ისე მშიოდა ხოლმე. კაუჩი სალათა ხოლმე გეჭამა რა. როცა ხშია რა, ძალიან რო ვერა კონტროლი. კიტრი ხოლმე გეჭამო რა, რაღაც ან მწვანე. ან ზერო კოლა. ხო. ზერო კოლა შეიძლება 20 ლიტრა დამელია ხოლმე ისე გაფრენილი მქონდა რა. რომ მივეშვი, ვერ გავჩერდებოდი ერთ მოკვდებაზე 2 ლიტრი ნახევარ სვავდი რა. იმენა ძალიან ისე ვიყავ. ხო? ოღონდ შეჯიბრამდე უფრო მაქამდე რა. ბოლო პერიოდში არა, უკვე ვაკონტროლებდი ასე თუ ისე. და კიტრის ვყიდულობდი ხოლმე. აი ესეთი მე შოკით მომქონდა ხოლმე და ერთი კვირა არ მყოფნი და აი კიტრი რა. ეს ჭამდი გაფიცებში. აუ რა გავივლიდი, გამოვივლიდი, იმენა სულ უნდა კვილი გამეკრა რა, თორე იმენა ვაფრენდი. ხოშეს მე ვზადებოდი მაშინ ეგრე არ ყოფილა რა. მაშინ ძალიან ჩოვი გადავლა ხესავით რა, თითქოს. იმიტომ რომ კალკო გადაეწერებულ კოლა. აი ხა 6 კვირა მაგით ასწავლოს, რომ 2 საათი, 2 საათნახევარში კოლა გიწევს და იცი რო იცი რომ კოლა გიწევს, უფრო ადვეთ გადალახავ რა. ბიჭო მე ყოველ 3 საათში მქონდა ხოლმე რა. მაგრამ მაინც თული იყო რა. რო აი 3 საათიო იმენა ვერ გადიოდა და სუქია. კაუჩი დრო რო გამეყვანა ხოლმე. ფრესკოში და მარკეტებში ჩავდიოდი ხოლმე. ათვალიერებდი და პროსტა ვათვალიერებდი ტკბილეულებს და ყველაფერს რა. აი კრუგებს ვარტყავდი ხოლმე 1 საათი მთლიან მარკეტს. პროსტა ვნახულობდი ხოლმე ყველაფერს და თუ რამე კარგი ფასით იყო ხოლმე ან რაღაცა მომქონდა ხოლმე. მე შოკი ვარ ჩადებული. იმენა ზურგის კუნთების ყდება. აუ ნიავმა დაუბერა ეხა ფანჯიდან და მაგარი გაასწორა ძალიან ცხელა. ბუჭო გრიმი როგორ მოიშორეთ მა? ირემ. სად შენ სად მე? ვა. აი მე ვერ მოვიშორე გრიმი. ხელებზე მით უმეტეს რა. აი ისეთ ადგილებს, ხელებზე და იმებს. არაბი გონი ვარ ხალხს. წინაზე. დარბაზიდან გამოდიოდა და კაცი გამომეკიდა არა მეძახის მეთქი რა არა ჩემი ძმა ქართველი ვარ პროსა გავშავდით. მაგარი ისა უხერხული არის რა. რა. ბიჭო ისე გიყურებს ხალხი რომ რაღაცა აი ხო ხვდები რა ინდოელებს და იმ. მაგრამ მივასწრე მოგეს. გრიმში ყოფნა მაგრამ მივასწრე. ბიჭო კი ზაგარევით გაგდა რაღაცა რა. მე მქონე მუღამი გრიმი რო წამესვა. ბიჭო ხელები იმენა კაი მატორისტი იმას გავარ გელას მა. ხა ხელები ეს ვერ გავიცანი, მე ცუდად ხელები.
სულ შავი ვარ ხელებზე იმენ. ბოლომდე. შენია, მიდი. მიდი. ერთიც. წავიდა. დაი ბიჭი. ისევ პირველ ტრენაჟერს დავუბრუნდით. როგორც ხედავთ, ეს არის ძალიან უნიკალური ვარჯიში. ზოგადად ტრენაჟერი. სადაც შეგიძლიათ ბევრი მოძრაობა გააკეთოთ. სახელოვანი ტრიალებს და მაგის გამო ბოლო ვარჯიში გავთვალე ამ ტრენაჟერს. ნუ პირველ ვარჯიშში გავაკეთეთ ტრაპეციისთვის, განსხვავებული მჭიდით და მაღლა შეკუმშვით. ხა უბრალოდ სწორ მოქაჩოს გავაკეთებთ ნეიტრალური მჭიდით. მარტო ამ ტრენაჟერის გამო უნდა იაროთ აქ რა, რომ გაიხსნება დარბაზი. თქო უნდა. გელოდებით ივლისში ყველას გელოდებით ამ დარბაზში. უბრალოდ რომ ნახავთ აქ არის ტრენაჟერების სივრცე და ყველაფერი. და რა ისტორია აქვს უკვე ამ დარბაზს ყველა ვიცით. ძალიან გაგისწრებთ აქ ვარჯიში. რასაც მინდა იმასაც. თავარია შენი. წალები ერთ იგი მიყენია. არატო. მე ხატოები აქ ვიგზენო ნაკლები ეყენა. მე ვკაჩაობ, ოთო ვარჯიშობს. თავარია 4 ოქრო გაიწურა რა. აბა რა, 4 გამოსულა 4 ოქრო. 4 კატეგორია. ჟაკფული ნახევარწიაგა წელისთვის. ეს ნიშნავენ ვარჯიშია, ერთ-ერთი იმის რომ სრულფასოვანი ზურგი მივიღოთ. ქვედა ზურგის ფორმა ძალიან ბევრს ნიშნავს ორმაგში. ასე რომ ეს ვარჯიში ყოველთვის მაქვს, просто დღეს სტრაპები არ მაქვს. და თვითონ ჭიდი მაქვს ძალიან სუსტი. მაღალ წონას ვერ ავუწევ რა ფიზიკურად. ასე რომ ამისაც გავუკაჩავ, ცოტა მაღალ გამეორებაში 12-15. მეც ვსვდი ახლა ამ ვარჯიშის გაკეთებას. ნახოთ, წელი თუ არ მეტყვინა. როგორ წაიღებს დავაკვირდი. აუ, სტრაპების გარეშე ცოტა რთული. ცოტა მაღალი. ისინი მეტყვინა ძა. სპოილერი განტელებზე რა ხალხო რა. ვინც არიცით. ვეიდერის განტელები გვაქვს მატაში რა. რაღაც სასწაული არის. ო, აგვისტოში ვეიდერის მედალიც ჩამოვა. აუცილებლად. მოკლედ უმაღლესი დონის დარბაზი რა. ჩემპიონები აქ ემზადებიან. უოჭველი უნდა იაროთ. უოჭველი ბაზარი. ვარკეთილში ცხოვრობ, ვარკეთილშიც არის მატა. იქვე მოსკოვზე რა. გლდანში ხარ, გლდანში იარე. შუაში ხარ, აირჩი ან იქით ან აქეთ რა. ფიტპასი არის. ფიტპასი არის. მეტი რა გინდათ, უმაღლესი დონის დარბაზი. შემშენ დიდდებით. ესე იგი დავამთავრეთ. სისქე ქონდა მოვჭით. ცალკე სიგანე მაქვს. აბა სიგანე, ასე სიგანე კაია. ხოდა ეს იყო ამ კვირის მეხუთე ვარჯიში. ხოლო კიდე ერთი ვარჯიში მე დავისვენ. კვირაში 6 ვარჯიში გამომდის. ორჯერ არის ზურგი, ორჯერ არის ფეხი, ერთხელ მკერდი და ცალკე დღეს მაქვს ტრიცეპსი და დელტები. ეს არის ჯერჯერობით ჩემი გრაფიკი, რუტინა და განახებთ ცოტა ხანში კვებასაც. როგორ გამოიყურება 9 კვირით ადრე. ჩემი გრაფიკი კიდე. ოთარა განახებთ მე როგორ არღვევს. ყოველ დღე, ყოველ საათში. მუკბანგების დადება დაიწყოს მე ოთარა. ყოველ საათში რას როგორ ჭა. მუკბანგები. და დადიხო მუკბანგები, აი. დავა მუკბანგებთ ახლა რაღაცა იმას. საშაურმეში. შოკოლადებს. ცარა გულავს. მილკა შოკოლადები და ნაყინები. მოკლედ, ჩემი ვარჯიში უბრალოდ როცა რა მომეპრიანება, როცა ასეთი მომენტი გამოჩნდება ხოლმე, ვცდილობ რომ ფორმიდან მაინც არ მოვარ და უბრალოდ ფორმაში ტონუსში მქონდეს ორგანიზმი, სხეული. წავაკაჩავ ხოლმე ესე შიგადაში გდელტები, კერდი, ზურგი, ხელები ცალკე. ასე თუ ისე წვივები პრესი რა. უბრალოდ რომ აი ის არის რა, უბრალოდ ორგანიზმი ისვენებს, ყველაფერს ჭამ, ყველაფერს ვითვისებ და კარგად ჩატენილი, პროსტა პამპზე ვარჯიშობ რა ჩემპიონში. გახურებისავით რა, დიდად თავს არ ვიტვირთავ რაღაცა როგორც ასე, მაგრამ
ეს ერთ რამდენიმე კვირა, 1-2 კვირა ესე მიქნები რა. კვებითაც ისე ვიკვებები, როგორც მისწორდება. ვცდილობ რომ მაინც ყოველ 3 საათში, 2 საათში ვჭამო ნორმალურად და უბრალოდ მე რაც მომიდება, ვჭამო ხოლმე ტკბილი რაღაცებზე. ესე რა, ცოტა ღიბიკი დავიდეთ, მაგრამ ეგ არაფერი. ხო და ნუ მე მოკლედ ოთარას ანტაგონისტი ვარ, იმიტომ რომ რასაც ესაკეთებს იმას მე პირიქით ვაკეთებ. საპირისპირო. რასაც მინდა იმას ვივჭამ, როცა მინდა მაშინ ვივარჩევ და ასე შემდეგ. ასე რომ ნუ ოთომ უკვე თავისი გააკეთე, 4 მედალი ჩამოიტანა ოქრო. მორჩა მზადებას. ჩვენ დაგვრჩა კიდე 9 კვირა, ასე რომ მოგეთხოვება უფრო მეტი ამ ეტაპზე. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ სოციალურ ქსელებზე. დაამატეთ გიგი. აუცილებლად Instagram-ი, TikTok-ი ყველგან. მოკლედ ბევრი ვიდეო დაიდება, დიდი ალბათობით ეხა უკვე წამოვა და წამოვა, იმიტომ რომ მზადების პერიოდში მე ვატყო გიგის მოუწეს ბევრი ვიდეო გადაიღოს. ყოველ კვირა ერთი ვიდეო მაინც რა. აი, ბოლო კვირებში განსაკუთრებით, მაგრამ ეხლა უბრალოდ 9 კვირა, 8 კვირა, 7 კვირა, 6 კვირა მივყვები ეგრე რა ვიდეოებს. თუ მეგეწონა, დალაიქეთ, დააკომენტარეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბაჰეთ.